მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიგეთოთ ახლა საერთო და საერთო გაშლა ყველასთვის ყველაფერს არ რეზონირებს, მიწევს ხოლმე ამის ახსნა ყველა ვიდეოში, იმიტომ რომ არიან ადამიანები, ვინც ეს მე და ეს ყველას როგორ გვემთხოვა და რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს თქვენი, შეიძლება სრული გაშლა იყოს თქვენი და ძალიან კარგი იქნება თუ ასეთი თქვენი ტაროლოგი ვარ და თვლით რომ თქვენი ტაროლოგი ვარ და ინფორმაციებს ღებულობთ ასე ვთქვათ ჩემგან ვიტყვი რომ ტყუილი არ ყოფილა ჩემი მუშაობა და ენერგიის ჩადება ამ ხრივ და ძალიან გამეხარდება შეიძლება საერთოდ ზოგიერთი გაშლა ისე ჩაგიაროთ რომ თქვენზე საერთოდ არ იყოს უნდა მივხვდეთ რომ საერთო გაშლა ყველასთვის ყველაფერს არ რეზონირებს პირადი გაშლა თუ გენდავებათ მომწერეთ პირადში და რაღაც პერიოდის შემდეგ ყოველ შემთხვევაში 10-12 დღის შემდეგ მაინც შევძლებთ თქვენ პირად გაშლებზე მაქსიმალურად დაგეხმაროთ რაც შეეხება ამ გაშლას გავიგოთ თქვენი პარტნიორი ესე იგი ჩაიფიქრეთ, თქვენი თავი ჩაიფიქრეთ და გავიგოთ რისთვის არის ეს ადამიანი და საერთოდ არის თუ არა რამისთვის მზად იმისთვის რომ თქვენ რამე ესეთი შემოგთავაზოთ რამე ღირებული ისეთი გემრიელი წონიანი ასე ვთქვათ რომ გავიგოთ რამდენად თქვენი ეს გაშლა და ლაიკები არ დაგეზაროთ ძალიან გთხოვთ ემთხოვათ გაშლა თუ არ ემთხოვათ ჩემი სიყვარულით მაინც და თანადგომა გამომიცხადეთ და დამიწერეთ, დამიკომენტარეთ, დამილაიკეთ ასე ვთქვათ თქვენი უკუ რეაქციები ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე თქვენთვის იქ ერთი დაკლიკვა და ერთი გულის დაწერა ძალიან მინიმალურია თქვენთვის ეს ქმედება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობა ყველას ვინც ამას აკეთებთ ყველა გაშლებზე უღრმესი მადლობა ძალიან მიყვარხართ ყველა მართლა მთელი გულით ვიძახი გავიგოთ რა ხდება თქვენ ურთიერთობაში რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა ერთი წუთის შესავალს იმედია ჰეიტერები მაპატიებთ ამჯერად ვინც ვერ მაპატიებთ კიდევ შეგიძლიათ ასკროლოთ უბრალოდ ნეგატივი და უარყოფითი კომენტარები დაიბლოკებიან. პირველი გაფრთხილების შემდეგ პირდაპირ იბლოკებიან ჩემ გვერდზე, ასე რომ გაითვალისწინეთ ესეც. რუიანჟეზლიო, მიწარმოწერები გააქვთ? ტუს პენტაკლიო. სამიანჟეზლიო. მიწარმოწერები ვიტყვი ამ შემთხვევაში გააქვთ სწრაფი მიწარმოწერის კარტია. რუიანჟეზლი ეს არის ძალიან სწრაფი კარტი საერთოდ ტაროში. ინფორმაციის გაცვლა, ასე ვთქვათ, შეიძლება ხშირი მიმოწერა გაქვთ სოციალური ქსელით, ტელეფონით, რეკვა, დარეკვა, კონტაქტი, ასე ვთქვათ, არის ამ შემთხვევაში. ეს არ არის გაშლა, სადაც კონტაქტზე არ ხართ, მაგრამ რაღაცნაირად ცხრიან ჟეზლით მინდა გითხრათ, რომ თქვენი თავის პოზიცია თითქოს პოზიციას იმყარებთ, ასე ვთქვათ, რაღაცა თქვენ აზრზე დგეხართ და აი აქედან არ გადავალ, ან ასე იქნება, ან არ იქნება, ეს რაღაცას უმტკიცებთ თქვენ პარტნიორს, რაღაცა თქვენი პოზიციის მტკიცების რეჟიმში ხართ. ისეთი მომენტია თითქოს რაღაცა ერთი პერიოდი შეგპირდათ, ან რაღაცა გითხრათ, ასე მომდის ინფორმაციულად და ამასაც ვიტყვი საერთო გაშლაში შეიძლება ნაწილისთვის იყოს, მაგრამ მაინც საჭირო ინფორმაცია, თითქოს რაღაცა ერთგვარი თავისი სიტყვა თქვენთან მიმართებაში, რაც ნათქვამი ქონდა, რომ უნდა გაეკეთებინა, ტყუილის რეჟიმი გამოუვიდა, ან უნდოდა და ვერ გამოუვიდა, საბოლოოდ ის რაც შემოგთავაზათ და რასაც გპირდებოდათ, ასე ვთქვათ, ან მომენტი იყო, რომ უბრალოდ მოიტყუა რაღაცა სიტყვაზე თქვა, იმისთვის რომ თქვენი გული მოეთაფლა, ასე ვთქვათ, რაღაც პერიოდში, საჭირო დროს, მაგრამ ისი აღარ იმოქმედა, რაც შეგპირდათ და გითხრათ. აი ესეც იქნება რაღაც ნაწილისთვის საერთო გაშლაში. ეხლა დგეხართ ისეთ მომენტში, რომ ან კი აღარ მომატყუებ და ესე ყველა ლაილაის რეჟიმი კი არ გვექნება, ან ესე იქნება, ან არ იქნება. ან უბრალოდ რაღაცა დისტანციას იცავთ. ასეთიც იქნება ნაწილი გაშლაში. თითქოს თქვენ პოზიციას იცავთ, თითქოს ცოტა არ იყოს კი არა, ეკეკლუცებით გაშლა ორივეს ქესისთვის არის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოირგეთ. თითქოს რაღაცნაირად თქვენი თავის ფასს აჩვენებთ ამ ადამიანს, რომ აი ჩემთან ესე არ შეიძლება, რომ აი ტყუილის რეჟიმი, რომ აი ღალატის რეჟიმი მით უმეტეს, რომ აი რაღაცა მნახავ და მე არ მნახულობ. აი ესეთი დეტალები ახლა ბევრია და აღარ ჩამოთვლი, რომ აი ეს რეჟიმი ჩემთან არ გამოგივა. ან იქნები ყურადღებით და იქნები თბილი და იქნები საქმის ჩამდები და ენერგიის ჩამდები ამ ჩვენ ურთიერთობაში, ან შორს და გამარჯობა ნახვამდის რაღაცა დღესასწაულებს ერთმანეთს მიულოცავთ
და როცა იქნები მზად, ასე ვთქვათ, და მიიღებ ამ ჩემ პიროვნების სიძვირფასეს და დამანახებ ამ ყველაფერს, მე ავწევ ამ ჟეზლს და მე მოგიშვებ უფრო ახლოს ჩემ ცხოვრებაში. თუმცა სამიან ჟეზლით ახლა რაღაცა მოლოდინის რეჟიმში ხართ, აი რაღაცა პორჩი შემომავალ გემს ელოდებით, ასე ვიტყოდი, რაღაცა ინფორმაციას ელოდებით ან ამ ადამიანისგან, ან შემოთავაზებას ელოდებით უკვე იმ მომენტში ხართ, ან რაღაცის მისი მხრიდან ელოდებით რაღაცა გადმოდგმული ნაბიჯების ქმედებების, ასე ვთქვათ, განხორციელებას თქვენ ცხოვრებაში, რომ აი უკვე დარწმუნდეთ, რომ მართლა ღირს ამ ადამიანის გვერდით რაღაცა შანსი მიიღოს სამყაროსგან, ტუსპენტაკლად. მინდა გითხრათ, რომ მისთვის მის ცხოვრებაში ხართ ოქროს შანსი, რომ ცხოვრება შეცვალოს დადებითი მიმართულებით, სიყვარულის მიმართულებით, შეიძლება რაღაცა ერთგვარი გამარჯვების მიღწევა იქნება მისთვის მის ცხოვრებაში, რომ აი თავის თავზე, თავის პრინციპებზე, რაღაცეებზე გაიმარჯვა, საერთო გაშლაში აღარ ჩამოვთვლი, რომ დრო არ ვხარჯო ამ ყველაფერზე, ერთგვარი სამყაროს ჯეკპოტი ხართ მისთვის, ღირებული ადამიანი ხართ, ძალიან დიდი ფასეულობა ხართ, ასე ვთქვათ, რამდენად გამოხატავს ამ ყველაფერს ეს ადამიანი ქცევებით, ეს უკვე სხვა მომენტია, მაგრამ ეს არის ტუსპენტაკლი სამყაროსგან მიცემული, ასე ვთქვათ, ოქროს შანსი, ღირებული შანსი მის ცხოვრებაში სრულიად სხვანაირად და დადებითი მიმართულებით რომ შეცვალოს. თავისი ოჯახური მდგომარეობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი ქცევები, რაღაცნაირად სამყაროს შანსი ხართ ოქროსი მის ცხოვრებაში მიცემული, რამდენად გამოიყენებს ამას უკვე. ეს სხვა მომენტია, მაგრამ კიდე ერთხელ ცხრიან პენტაკლით გეტყვით, რომ ძალიან ღირებული ქალი ხართ, ძვირფასი შემოსვა გიყვართ ძვირფასად. ძვირფასი გასეირნებები საზღვარგარეთ სეირნობა იქნება ეს თუ შემოსვა იქნება თქვენი ასე ვთქვათ მოდის მიმართულებით სტილისტიკა ძალიან დახვეწილი და ძალიან ღირებულად რომ წარმოაჩენს თავის თავს ყველანაირად თავისი ვარცხნილობა იქნება ეს ფრჩხილის მიხედვა იქნება სახის კანის მიხედვა იქნება ფორმები იქნება ფიგურაში სხეულის რეჟიმში ასე ვთქვათ აი ძალიან ღირებული ადამიანი ხართ ასევე შეიძლება ძალიან კარგად გამოიმუშავებთ ფინანსებს და სტაბილური ისეთი მყარი ოჯახური საფუძველი გაქვთ ესეთი ღირებული ქალი ხართ მინდა გითხრათ რასაც პრინციპში თქვენ თვითონაც აფიშირებას აკეთებთ აფიშირებას ესე არ წერთ რომ მე აი ძალიან მაგარი და რაღაცა ვარ მაგრამ უბრალოდ ეს ყველაფერი თქვენი აი ეს დახვეწილი მოძრაობები დახვეწილი მანერა დახვეწილი საუბარი დიალოგში ეს ყველაფერი ხდის თქვენ პიროვნებას ძალიან ძვირფას და ძალიან ღირებულს და ხართ კიდევაც და მისთვისაც ხართ მინდა გითხრათ ესეთი მდგომარეობა თუ ხვდებით რომ თქვენზეა ეს გაშლა მაშინ უყუროთ ესე იგი რისთვის არის ეს ადამიანი მზად რა ნაბიჯებისთვის არის კონკრეტულად ეხლა უახლოესი მოდი ერთი თვის საშუალოდ ვარიანტი იყოს აი რა ნაბიჯების გადმოდგმა შეუძლია რა შეუძლია რომ შემოგთავაზოთ მნიშვნელოვანი ეს წყვილი ხართ სასწავლი მეორე მაღალი არკანი მეხუთე მაღალი არკანი ეს არის მისტიკასთან ფსიქოლოგიასთან ტაროლოგიასთან ეზოთერიკასთან შეწყობილი წყვილი სრულიად წყვილი აბსოლუტურად ქალი და მამაკაცი რომელიც ერთმანეთს ავსებთ არ ვიცი ძალიან ღრმა ადამიანებზია ეს გაშლა კონკრეტულად შეიძლება ჩემი კოლეგები უყურებენ შეიძლება ფსიქოლოგები ტაროლოგები ნუმეროლოგები ეზოთერიკის ადამიანები მიმართულება რომელიც მათ აინტერესებთ როგორც მინიმუმ თუ პროფესიონალები არ ხართ ამ საქმის ძალიან ბევრ შეიძლება გაშლებს უყურებთ ფსიქოლოგიაში ერკვევით კითხულობთ ინტერნეტში იქეკებით ამ სფეროს მიმართულებით რომ თქვენი წყვილი შედგეს და ერთმანეთს ავსებთ ეს არის ორი ერთნაირი ფსიქოლოგიის და მიდგომის ადამიანი რომელიც ახლა რაღაცნაირად კონკრეტულად ამ მომენტისთვის შეიძლება ჩიხში ხართ თქვენი მენტალური მდგომარეობიდან თქვენ თავს თქვენი ფიქრებითვე აყენებთ კუთხეში თითქოს რომ ხელფეხშეკრული ხართ თითქოს რომ ვერ ხედავთ რა შეიძლება მომავალი კონდეს ამ ურთიერთობას და რა მოიტანოს ამ ურთიერთობამ რისთვის არის მზად ეს ადამიანი მითხარით 3000-ით ეს ადამიანი შეიძლება გასეირნება, кейფი, დასვენება ერთად შემოგთავაზოთ რვიან
სამი ამ პენტაკლით მზად არის შეიცნოს თქვენი ადამიანის სრულიად თავიდან ბოლომდე და მიწერ-მოწერისთვის როგორც მინიმუმ მზად იქნება, მაგრამ ცოტა ჰაერისტიკის დედოფლის როლში ხართ, სიბათ აჩვენებთ თავს, სიყვარულს და გრძნობას მოიტანს თქვენამდე როგორც მინიმუმ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში და 21 მაღალი არკანით რაღაცა ერთი კონკრეტული გაურკვევლობის